Davrundit პირდაპირ ეთერში და პატრიოტთა ალიანსი ადამ არშანია გვერდება ეხლა ქუთაისიდან პარლამენტიდან მადლობა ხალბატონო ადა რომ ხარ ჩვენთან ერთად ჩვენი გადაცემის თემა არის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა ბიუჯეტი რომელიც ამ წუთებში განიხილება საქართველოს პარლამენტში მე წეღან მკითხე ქართული ოცნების წარმომადგენელს რა კომენტარს გააკეთებ და ირმა ინაშვილის გუშინდელ შეფასებაზე რომ ინაშვილის დღევანდელი სიტუაცია ძალიან აგონებს 90-იანი წლების ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში და მან თქვა რომ ინაშვილის ეს განცხადება არის არაადეკვატური და ეს არის პოპულისტური პატრიოტები არაპირებენ რომ ხარი დაუჭირონ ბიუჯეტს იმიტომ რომ ეს არ არისო ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი იქნებ უფრო დეტალურად განგვიმარტოთ თქვენი პოზიცია მოგესალმებით ინგა მივესალმებით თქვენ პატრიოტებო Telemakurებლებს ჩვენს პატრიოტებულ მოქალაქეებს ვერაფერს კარგს ვერ ვიტყვი მე ამ ბიუჯეტის ირგვლივ მე გუშინ უკვე მივმართე ჩვენს მოსახლეობას ჩვენ ქალბატონებს ბატონებს ძალიან რთული და მძიმე წელი გველის ჩვენ წინ თქვენ ალბათ ისედაც ხედავთ ამას ყოველდღიურ თქვენს ცხოვრებაში მაგრამ მე როგორც პარლამენტარი როგორც პოლიტიკოსი უფლება არ მაქვს რომ თქვენ ეს არ გითხრა და ასეთი განცხადება არ გავაკეთოთ Populisturi განცხადებები და საერთოდ გამოსვლები აქვს გუშინ და დღეს და მანამაც ქონდა მთავრობის ამშემადგენლობის დამტკიცების დროს საერთოდ სამთავრობო გუნდს და ის განცხადებები და ლამის ოსანნა რომელსაც მღეროდა აქ უმრავლესობა პარლამენტის სტომათა დარბაზში იყო ძალიან მძიმე და არასასიამოვნოდ მოსასმენი Populistობა და ასეთი ცარიელი და არაადეკვატური განცხადებები სხვათა შორის კარგად დააკვირდეს ჩემი ძველი კოლეგა ბატონი ზაქარია და მოიკითხოს და დაინახოს კარგად თავის უმრავლესობის უდიდესი უმრავლესობის რიგებში ვის იმედიცაც და ვის იმედიცაც სულდგმულობს ჩვენი დღევანდელი მთავრობა რომელსაც მე ვერაფრით და ამას მე დიდი გულისწყვილით ვამბობ ვერ დავარქმევ ეროვნულ მთავრობას ჩვენ მთავრობას მშობლიურ მთავრობას ვერანაირად ეს არის მსხვილი კაპიტალის წარმომადგენელთა მთავრობა ეს არის ბანკირების წარმომადგენელთა მთავრობა და აი ასე აპირებენ არაადეკვატურად იცხოვრონ ეს წელიწადი მარტო ერთ ციფრს მოგინტანთ ინგა 17 წელს ჩვენი საგარეო და საშინაო ვალი და საგარეო ვალის მომსახურება შეადგენს 15 მილიარდ 909 მილიონ 860 ლარს ეს იცით რას ნიშნავს თუ 2013 წელს ეს იყო საერთო ბიუჯეტის 34.7%-ის შეადგენდა რაოდენობას წელს ეს უკვე არის გახდა 44 და 2%. ანუ 44 ის ორი დავანებო თავი 2%-ს 44% ჩვენი ბიუჯეტისა ძვირფასო თანამემამულენო არის საგარეო ვალი მისი მომსახურება ცალკე და საშინაო ვალი საგარეო ვალის მომსახურება ქვეყანას უჯდება წელიწადში 286 მილიონი 286 მილიონი ლარი წელიწადში მიდის მხოლოდ საგარეო ვალის მომსახურებაზე ეს რას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ანუ აი თქვენ ამაზე როდესაც გააკეთეთ ეხა ხაზგასმა ამ ციფრზე და კიდევ ერთი ხელისუფლება გვეუბნება რომ ოპონენტები ექსპერტები როდესაც საუბრობენ ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე ერთგვარ ჰიპერბოლიზაციას ახდენენო და თქვენ გეძღვნებოდათ ზუსტად გუშინ იგივე დიმიტრი კუმსიშვილის გამოსვლა როდესაც მოგმართათ ქალბატონო ადა მე გამაჟრიალა როცა სვანეთში სუვენირების გამყიდველმა ქალბატონმა ხურდის დასაბრუნებლად ჯებიდან ბღუჯა დამოიღო ლარები იცით რა ჩვენ ეროვნულ ვალუტას
რატომ აჟრიალებს, ალბათ უკვე გვესმის ჩვენ, ხო? იმიტომ რომ ეთყობა აჟრიალებს ყოველდღე ბატონ ფინანსთა მინისტრს, ასე გამოდის. და არა მხოლოდ იმ მაგალითზე, რა მაგალითიც მოიყვანა მან გუშინ, ასე მხატვროვნად და არტისტულად. ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამა თუ იმ მიზეზი და ამა თუ იმ საკითხის და გამო და პრობლემების და გამო, რომელიც გროვდება, ყველა ჩვენ გაგვაჟრიალოს, ხო, რაღაცა დონეზე და რაღაცა თემებზე. თავად ეს ციფრი, ინგა, მე მგონი, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პრაქტიკულად თითქმის ნახევარი ჩვენი ბიუჯეტის არის ვალი და ვალის მომსახურება. ასეთ პირობებში, იცით რა, ასეთი საზეიმო განცხადებები, რომ ეკონომიკა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ განვითარებას არაფერი წინ არ უდევს, არაფერი შეფერხება არ არის. მთავრობამ უკეთესია ვალი არა იყოს მეტი არსად, იმიტომ რომ ქვეყანა აღარ დარჩა აგერ, სადაც ვისი ვალით ჩვენ არ გქონდეს. აგერ ჩამონათვალი უდიდესი სიამა და შეეცადოს ვალების რესტრუქტურიზაციას და თავარი, რისი თქმა მინდა, თუ არის საშუალება, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის არის ორი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში დღესდღეობით. პირველი, მაინც გამიგეთ ჩემი მდგომარეობა, მე გამოდევნილი ვარ აფხაზეთიდან, ეს არის ქვეყნის გამთლიანებაზე ყოველდღიური ფიქრი. შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს თემა უცნაურად ჟღერს ამ უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში, მაგრამ იცით რა, ეს იგივეა, რომ მოგტაცონ შვილი, ულამაზესი, კარგი, თუმცა რა მნიშვნელობა გინდ ულამაზო იყოს, შვილია შენი. შორი ახლოს მას ხედავდე, ელოდე და ამბობდე, რომ აი მე გავდიდრდები, ეკონომიკურად გავძლიერდები და მე მივხედავ იმ მოტაცებულ ჩემ შვილს. და იმ შვილს მე 10 წლის მერე რა მოუვა, ეს უკვე ამაზე არავინ არ ფიქრობს. იგივეა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხი. ეს არის ყოველდღიური საზრუნავი და ბიუჯეტი საერთოდ არ არის ამაზე ორიენტირებული. და მეორე ინგა, რა საკვირველია